ეს გიგალურქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრია, მოგესალმებით, მე ზუკა ვარ. მოკლედ, ახლა უნდა შევიდეთ ერთ ულამაზეს გოგონასთან, ფერუმარილის წამსმულ გოგონასთან, ნუცასთან და მინდა რომ გამომყვეთ, თუ ინტერვიუზე დავითანხმეთ, მე და მარიამ მოგიყვებით ნუცას. წავედით. ნუცა, სალამი. დაშრობი? მე მარტო არ ვარ მოსული და შენთვის მიკროფონი მაქვს მოტანილი და გთხოვ რომ დაიჭირო. ოღონდ ჯერ არ მიკითხავს ჟურნალისტები ათანხმებენ ხოლმე ინტერვიუს და მე იმ ჟურნალისტების კატეგორიას მივყუთვნები, რომელიც ათანხმებს. თანახმა ხარ რომ გვესაუბრაო? რატომაც არა? იცი რა მაინტერესებს? რომელი პერსონაჟი გიყვარს ყველაზე მეტად, რომელსაც გრიმი გაუკეთე? ეგეთი ბევრია, მაგრამ უნდა ვიცოდე რატომ ეკითხები. აი მაინტერესებს და მე გეტყვი რატო გეკითხები, იმიტომ რომ რთული მისია უნდა დაგაკისრო. საინტერესოა. მე ყველაზე მეტად ალბათ დონ ჟუანის გრიმები მიყვარს, მანდ. უფრო სახასიათოა. შეგიძლია ახლა რომელიმე გრიმი რო გამიკეთოთ, თან ინტერვიუ ჩავწეროთ, თან ველაპარაკოთ, თან გრიმი გამიკეთოთ და თან პერსონაჟად მაგციო. ნუ მხოლოდ გრიმით ახლა ხასიათებით სადავებ მსახიობ. მაშინ მოდი რა ვქნათ, იცი? გავიმეორებ რომ ჩვენ ისევ გიგალურქიფანიძის რუსთავის დრამატულ თეატრში ვართ, ეს ნუცაა ფერუმარილის წამსმელი გოგო, გრიმიორი და ჩავწეროთ შენთან ინტერვიუ, თან გრიმი გამიკეთე, გთხოვ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით უკვე ფოიედან, სადაც მე ნუცა წამისვამს გრიმს, ნუცა ქუდი ხელშეკუშლის. ხელშეკუშლის. კარგი. მოკლედ, ქუდს ვიხსნი. მივენდობი ნუცას, მე. და რას მიკეთებ? მე გიკეთებ პიეროს გრიმს. პიეროს გრიმს. კარგი, მოდი მაშინ ამასობაში მე პირველ კითხვას დაგისვა. ალბათ ისე. შენ ხარ პროფესიით თეატრმცოდნე? ნუ ვარ, თუ ვიყავი, არ ვიცი როგორ არის. რატო თეატრმცოდნეობა და ეს თეატრმცოდნე გოგო როგორ აღმოჩნდი გრიმიორი? მე ძალიან მიყვარდა თეატრი. აღარ ვერ ვიტყვი ბავშვობიდან ბოლო კლასებში შემიყვარდა, აღმოვაჩინე და შემიყვარდა და ძალიან მომინდა რომ მეკეთებინა ნებისმიერი რამე თეატრში და თეატრისთვის. ვიცოდი რომ მსახიობი ვერ ვიქნებოდი. რატო? გულწრფელად რომ გითხრა, რეჟისორებთან ვერ ვიმუშაობდი და როგორც მეტყოდნენ, ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ნუ ჩაგეჭრები, ხო, თუმცა ეხლა გიწევს რეჟისორთან მუშაობა, იმიტომ რომ გრიმი შეთანხმდეს პერსონაჟის რაღაც სახე უნდა შექმნას. ამ შემთხვევაში როგორ მუშაობ? როგორც მსახიობი მეთქი და კონკრეტულად, იმიტომ რომ მსახიობების მოვალეობა და მისია ჩემი აზრით რთულია. ჩემთვის არ ვიცი წარმოუდგენელია და ამიტომ როგორც მსახიობი მე მგონია რომ უფრო მეტად პასუხისმგებელია ზედმიწევნით შეასრულოს და არ შეეწინააღმდეგოს ნუ ასე თუ ისე რეჟისორს და თეატრის შემთხვევაში ეგ მასე არ არის ცოტა სხვა ურთიერთობა მაინც. სტატიებს წერდი? წერდი კი ბევრს არა, მაგრამ მაინც წერდი. და ზოგადად ამიტომ გადავწყვიტე თეატრმცოდნეობა, რომ კარგად წერდი და ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და ახლოს ვიყავი თეატრთან, მაგრამ მინუსებზე რომ ვისაუბროთ, ვერ გრძნობდი თავს შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილად. რაც ყოველთვის მაწუხებდა ძალიან. შორიდან ვუყურებდი პროცესს, ყოველთვის ამის შეგრძნება მქონდა და გაგიკვირდებოდა და სულ მინდოდა სცენის მიღმა შეხედვა, ოღონდ არა პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ მაინც მაყურებლის ამპლუაში ვგრძნობდი თავს ძირითადად. იმიტომ რომ პარტერში ვიყავი და ისინი სცენაზე იყვნენ, ისე როგორც მაყურებელი. შენ თქვი რომ თეატრმცოდნე ვიყავი, ხო? ნუ უკვე აღარ წერდა ეს შემდეგ. ეხლა მიხარი რატო უხეშად რო ვთქვა, რატო შეეშვი პროფესიას, იმიტომ რომ რო ვთქვა თეატრმცოდნეების რაღაცა სიბევრით არ გამოირჩევით, ესე გქონდათ თიცე ჩამოსაცველი, შეიძლება ბევრი იყოს პროფესიით, მაგრამ თიცე ჩამოსაცველი წერს, ხო? ესე უნდა ითქვას. თან კარგად ვინ წერს, თუდად ვინ წერს, ეგ კიდე სხვა საკითხია. აი რატო თქვენ პროფესიაზე უარი, წერაზე უარი და რატო გადაწყვეტე რომ ყოფილიყავი გრიმიორი და რეალურად გრიმიორი უკვე შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილია, ხო? კი. იცი რა უარი არ მithქვამს ესე ხელოვნებაში, უბრალოდ თავიდან მინდოდა რომ ჩემთვის მისწავლა გრიმის ხელოვნება
და არ მიფიქრია რომ ვიმუშავებდი სიმართლე გითხრა გრიმიორად, მაგრამ მე უკვე როცა გრიმი ვისწავლე და დავიწყე ამ კუთხით მუშაობა, თავი რო ვიგრძენი შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებდი ორივეს. არ წერდი, მაგრამ ჩემი პროფესიით მაინც მუშაობდი. და მე შემეცვალა, არ ვიცი, შეხედულებები. გონია რომ ჩვენ ქვეყანაში ეს პროფესია ნაკლებად არის განვითარებული. ქერცოდნებას გულისხმობ, კი. და ყოველთვის ქონდა რაღაცის დანაკლისი. არ ვიცი, შეიძლება იმის რომ საზოგადოება და თუნდაც თეატრი და მსახიობები ვერ აღიქვამენ, რამდენად სერიოზულია ეს პროფესია. და მე მარტოს არ შემეძლო ამის შეცვლა. არ შემეძლო მიწოდება ადამიანებისთვის, მსახიობებისთვის, თუნდაც რეჟისორებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი როლი და რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი და რა საქმეს ვაკეთებდი. და მქონდა ჩემ თავთან ეს ბრძოლა, ასე ვთქვათ. და მე ვთქვი რომ რატომაც არა, მოდი ვიქნები იქ, სადაც ნამდვილად საჭირო ვარ. აი ესე მოხდა. და ისწავლე ეს პროფესია, მეორე პროფესია, მომდენს. მეორე პროფესია. მოხვედი რუსთავის თეატრში. რუსთავის თეატრში ისაც მუშაობდი. მუშაობდი როგორც ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი, როგორც ძველად ამბობდნენ და მე მქონდა სტატუსი კონტენტ კრეატორის. გასაგებია. ვეწყებოდი რეპეტიციებს, ვაკეთებდი ჩანაწერებს. მე გახდი გრიმიორი. კი. ეხლა მომიყავი რა სირთულე ახლავს მსახიობთან გრიმის გაკეთების პროცესი. იმიტომ რომ ვიცით რომ მსახიობები ასე თუ ისე ცუდი გაგებით არა, რთული ხალხია. რთული ხალხი, იმიტომ რომ იქ ხალხი შემოქმედება აქვს, პერსონაჟი უნდა შექმნან, ყველაფერზე ფიქრობენ. როგორც ვიცი, კოსტიუმების შექმნაში ერევიან ეს მსახიობები. აი გრიმთან დაკავშირებით რა ხდება? როგორ ურთიერთობ მსახიობებთან? პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან ნერვიულობდი. ძალიან. ვიცოდი რომ იყო უსაზღვროდ საპასუხისმგებლო საქმიანობა. იმიტომ რომ შენი შექმნილი პერსონაჟი, ისაც სახეზე გავუკეთებ, ისე უნდა წარსდგეს მაყურებლის წინაშე, ხო? არ ვიცი, ძალიან სანერვიულო იყო მართლა და ხელები მიკანკალებდა ხოლმე ხშირად. პირველად, მაგრამ სიმართლე გითხრა, რაღაცნაირად არ მაგრძნობინეს თავი ისე რომ თან არც ვიცოდი ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ სწავლის პროცესში ვიყავი და ეს უფრო მეტად მაბნევდა. რთული კი იყო, ნამდვილად იყო, იმიტომ რომ სხვანაირად იყვნენ რაღაცას მიჩვეული, მე ახალი ვიყავი, რაღაცა სიახლეები მქონდა, იდეები მაწუხებდა, ზედმეტი ენთუზიაზმითაც შეიძლება ვეპყრობოდი საქმეს, მაგრამ არ დამჭერდა დიდი ხანი შეგვების პროცესში. სადღაც ალბათ ერთ კვირაში უკვე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდი, მიხაროდა სამსახურში მოსვლა. თუმცა სირთულე იყო იმაში, რომ როგორ მიმიღებენ. ამდენად კარგად შევასრულებ ჩემ როლს. და ახლანდელი გადასახედიდან ძალიან კარგად ვასრულებდი ჩემ როლს, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ მოусმინო მსახიობს. ყოველთვის ვცდილობ მოვერგო მის განწყობას წინა სასპექტაკლოდ. და ეს ალბათ ორივე მხარისთვის არის კომფორტული. გქონია შემთხვევა, როცა მსახიობი სხვა რამეს ფიქრობდა, შენ სხვა რამეს ფიქრობდი, ანუ გრიმთან დაკავშირებით, რა გინდა რომ ეს შენი რასაც ფიქრობდი იმ პერსონაჟზე, იმიტომ რომ პერსონაჟი უნდა გაიაზრო, ხო, რომელსაც აკეთებ. თუ არ გაიაზრო, ისე ხო ვერ გამიგიო. მე გულისხმობ გრიმის ნაწილშიც, იმიტომ რომ სცენაზე ვიღაც რო ქმნის კონკრეტული პერსონაჟის სახეს, შენ ამ დროს ისეთი გრიმი უნდა შექმნა, რომ ის სახის შექმნას მოუხდეს. გონია თუ გამართი რომ აი მოდი ესე ჯობია, ისე ჯობია, ან იმას თავის დაუმტკიცები, ან მას ენდედა გაყევი და ისე გაუკეთე როგორც მას უნდა და ან შენ საზრზე გადმოიყვანე და ისე გაუკეთე როგორც შენ გინდა. იცი რა არის, მე და კოსტიუმების ხატვარი მუშაობთ ხოლმე ძირითადად ამ საკითხზე. ესე უშუალოდ მე არ ვერევი. თუმცა არის რაღაცები, რაც შეიძლება შენს გკითხონ და კი ბატონო. რაღაცა შეიძლება მეც გადავწყვიტო. კი, მქონია მსგავსი შემთხვევა და ამ დროს ვცდილობ ყოველთვის გავითვალისწინო მსახიობის აზრი, იმიტომ რომ ის თუ არ იგრძნობს თავს კომფორტულად ამ გრიმით, ან კოსტიუმით და ამ როლით,
არ გამოვა არაფერი. სცენაზე ის გადის და მე ვრჩები სცენის მიღმა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ გავითვალისწინო მსახიობის სურვილი. თუმცა ერთხელ იყო შემთხვევა, როცა მსახიობმა მითხრა რომ უნდა და კონკრეტული გრიმი და მე მეგონა რომ ეს შეთანხმებული იყო მხატვართან, აღმოჩნდა რომ არა და მე ორივე ნერვით წავედი. გრიმი კარგი გამოვიდა. კი, ძალიან ისე გული მწყდება რომ აღარ არსებობს. თავი არა მოგწონდა და ესე იცი რა მაინტერესებს რომ დაიწყო სპექტაკლის რეპეტიცია და გამოვიდეს პრემიერა. ხო. სამაგიდო რეპეტიციები დაიწყო, მე გადავიდნენ და უკვე მოვიდა საქმე კოსტიუმამდე, გრიმამდე და ამ შემდეგ. უშუალოდ ხოლმე ისმენ რეჟისორს რასურს. ან რით ხელმძღვანელობ გრიმის კეთების პროცესში, მე ასე გკითხა. როცა სამაგიდო რეპეტიციები უკვე თითქმის ბოლოში გადის, მე ყოველთვის მირეკავენ და გაჩნია რეჟისორს. ზოგჯერ მეკითხებიან, როგორ ხედავ პერსონაჟს. არის ხომ ასეთი კითხვა, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას. ზოგჯერ ცოტა არარეალური მოთხოვნებით საკუთრებით. და მე უკვე ერთობლივად, დამოუკიდებლად არა, ერთობლივად რეჟისორთან, მხატვართან ერთად და მსახიობთანაც რა თქმა უნდა, გადავწყვეტთ როგორ შევქმნათ პერსონაჟი, სრულყოფილი პერსონაჟი. ეს არის ჩემს საყვარელი მომენტი, როცა აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო და რას მიპირებენ არ ვიცი და ვარ მოლოდინის რეჟიმში, რას მოიფიქრებენ და რას გადავწყვეტ და რა გამოვა მერე უკვე. იცი რა მაინტერესებს მსახიობებსაც ვეკითხებოდი აქ ხოლმე ხდა მე რო გადავწყვეტე შენთან ინტერვიუ მინდა ვიხარ ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ რაზე მოვისაუბრო ხო ხტები ანუ როცა არ ერკვევი რაღაც სფეროში ეხლა რო გითხარ რომ მე დავჯდებოდი და წავიკითხავდი აი ის ფერი როგორ ხო ხტები ის თქმა უნდა ეს როგორ მიიღება რა ტექნიკა უნდა მოგატყუებ იმიტომ რომ არის სფერო რითაც არ ხარ შეიძლება დაინტერესებული ხო თუმცა რა არის რესპონდენტი რომელიც გაინტერესებს და იმას აქვს ის სფერო ის საინტერესო სფერო რომელიც რეალურად მაყურებელი ხო იცი ძალიან გლეხურად რო ვთქვა თვალი ჭამს და თვალი სვამს მაყურებელი პირველად ხედავს შენს მიერ შექმნილ ვიზუალს მე იქ ხმის ტემპს მე იქ ყველაფერს მე რეაქციას ყურადღებას ხო და კი ვეკითხებოდი მსახიობს ესეთ რამეს რომ გახსოვთ თუ არა როლი რომელიც გამოგივიდათ ან არ გამოგივიდათ და ჩაგივარდა და დღემდე ანუ ხალხს შეიძლება მოწონდეს ყოფილი თუ არა გრიმი რომელიც გამოგივიდა და დღემდე ძალიან კმაყოფილი ხარ ამ გრიმით და მოგწონს და დღემდე არის რეპერტუარში ეს სპექტაკლი რომელსაც ეს გრიმი სჭირდება და მეორე არის თუ არა გრიმი რომელიც არ გამოგივიდა იმიტომ რომ ვიღაცამ გითხრა რომ არ გამოგივიდა და საყდრო აი შენ ფიქრობ რა არა რა არ გამოვიდა ეს გრიმი ისეთი როგორც გინდა და ჩაიფიქრე მაინც არ გამოვიდა და დღემდე გახსოვს რა ხო დავიწყებ იქიდან რომელიც გამომივიდა. აი დონ ჟუანი არის სპექტაკლის რასაც ახლა მოვიკეთებ. რასაც ახლა შენ იკეთებ, სადაც ყველას აქვს გრიმი. აი ასეთი გრიმი. გრიმის ვეძახეთ იმასაც ყოველდღიური მეიქაპსაც გრიმი ქვია, რომელსაც მსახიობი იყენებს სცენაზე, მაგრამ დონ ჟუანში არის აი ასეთი მძიმე გრიმი. ყველა პერსონაჟს აქვს და როცა მოვედი თეატრში, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი პირველი უნდა გამეკეთებინა დონ ჟუანი. და ყველაზე მეტად ამაზე ვინერვიულია, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ უნდა გავაკეთებინა სიმართლე გითხრა და აი აქ როცა გავაკეთე მივხვდი რომ გამომივიდა ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი თან არის ბევრი მსახიობი გვაქვს ხოლმე ცოტა დრო და კიდევ რომ აქვს მნიშვნელობა რომ შენ გამო ვინმეს არ დააგვიანდეს სცენაზე გასვლა ან საერთოდ სპექტაკლმა არ გადაიწიოს ხო და ამ შემთხვევაში გამიმართლა თუ რა ვიცი კარგად ვიმუშავე მოკლედ და ეს გრიმი გამომივიდა აი რაც შეეხება კითხვას რომელი გრიმი არ გამომივიდა და კმაყოფილო ვარ აი არ ჩამითვალო ამ პარტანობაში მაგრამ ვერ გავიხსენე იმიტომ რომ ჯერ ისეთი არაფერი მოუთხოვიათ ჩემგან რაც არ შემიძლია გულწრფელად რომ გითხრათ ანუ ჩაპეც არ ყოფილა არა არც სცენაზე დაუგვიანებია შენ გამოსახებს არა შეგიძლია კითხვა ეს ინტერესო მსახიობები ნერვებს აღგიშლიან კი როგორ არა ოპერაში გამოიხატება ეს ნერვების მოშლა. რა შეიძლება რომ მოგვიყო, რომ მოგვიყო.
იცი რა, ყველაზე რთულია ხოლმე ზოგიერთი მათგანისთვის ერთ ადგილზე გაჩერება. ჩემთვისაც მინდა გიხართ, რთული, იმიტომ რომ ჰიპერაქტივი ვარ და ეხლა არ გეტყვი. ეხლა არ მეტყობა, ხო? ეხლა კამერის წინ ყველა ვცდილობთ, რომ დავმალოთ ჩვენ ცუდი ჩინელები, დიახ. კი, ძირითადი პრობლემა ეს არის ხოლმე, რომ არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება, ანუ ყველას არა, მაგრამ უმეტესად. მე ხო მოძრაობაში თან უნდა მიყვებოდე. აი თვითონ თუ მომდა ადგომა შეიძლება შენს ესე გაყვედა. ამაზე ხო, სულ ბრაზობ ხოლმე. დანარჩენი არ ვიცი რა გითხრა. იცი არის გრიმის ოთახი ალბათ იქნება. მე ესე თუ ისე ხო ცუდად კი არ ვამბობ. ჭორაობის ადგილი, განხილვის ადგილი, ის გამოვიდა, ეს არ გამოვიდა. გაღიზიანებული მსახიობის უკან შემოbrunება ახლა გრიმის მოსახსნელად და ასე შემდეგ. რა ისეთი ამბავი ხო შეიძლება მოყვა, რომლის მოყოლათ არ შეიძლება, მაგრამ დღეს შეგიძლია რომ მოყვა. ანუ დღეს აუცილებელია რომ მოყვა უბრალოდ. თუნდაც ჩემი кейსი და რაიმე ისტორია. იცი რა, მე როცა ვიყავი თეატრში, რომ მკითხე რატო აღარ ხარო, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეგეც იყო. რომ მე იმდენად შორს ვიყავი იქაურობისგან. თითქოს დავრგზავნდი ნაწილად თავს, რომ სხვანაირად ვერ შევიწყვიტებოდი თუ არა პროფესიული მიზეზები. და ეხლა თქვენ გინდათ, რომ ეს ყველაფერი გავთქვა? ცოტა უცნაურია. ნუცა, ესე კამერაც დაიტანა, ჩვენც დავიტანეთ, დავისვენეთ და მოვედით, ხო? მაყურებელს შევახსენებ, რა გრიმს მიკეთებ? მე ცოტა მახსოვრობასთან. დონ ჟუანიდან პიეროს გრიმს გიკეთებ. ეხლა მითხარი, შენ მითხარი, დონ ჟუანის გრიმები ძალიან მიყვარსო, ხო? კი. ეს იმიტომ რომ პირველი იყო თუ უბრალოდ პერსონაჟები გიყვარს? იცი რა, ალბათ ორივე. მაგრამ ასე ვფიქრობ კიდე რომ ყველაზე მეტად გრიმიორის სამუშაო აქ ჩანს ნათლად. ხშირ შემთხვევაში როცა მაყურებელი სპექტაკლს უყურებს, ну, იქ რეჟისურა, კოსტიუმები თავისთავად, მაგრამ დიდ სცენაზე ზოგჯერ იმდენად აღსაქმელი არ არის ხოლმე გრიმი. როცა სახასიათო და ძალიან ისეთი მძიმე გრიმზე არ არის საუბარი, როგორც დღეს მაგალითად ჩვენ გვაქვს. ამიტომ რაღაცა უფრო მეტად მომწონს ამ ტიპის გრიმის კეთება. მეც რაღაცასაც ვუყურებ. მე თავიდან მინდოდა რომ არ მინახა ეს რაღაც ზურგით ყოფილიყო და მე ჩამიხედა სარკაში მაინტერესებდა როგორი გამოვიდოდა. ხო ესე მქონდა იდეა, უბრალოდ ტექნიკურად ვერ მოხერხდა ჩემი კეთესმა. ეხლა რას მისმევ? ვაფიქსირებთ პუდრით გრიმს. აჰა, გასაგებია. ეს იმისთვის არის, რომ მსახიობს შუა სპექტაკლის დროს ყველაფერი რაც წავუსვი არ მოშორდეს. ყოფილა ეგეთ შემთხვევა, როცა მოშორებია მსახიობს გრიმი, დამატება დასჭიროებია. კი, ერთ-ერთ სპექტაკლში ერთ პერსონაჟს აქვს დიდი წითელი ლაქა სახეზე. და ეს ლაქა ვერაფრით ვერ გავაჩერეთ, იმიტომ რომ ერთ სცენაში მეორე მსახიობი ეხუტება. და ვერ დაიმახსოვრა, რომელ მხარეს უნდა ჩახუტებოდა და ყოველთვის გრიმიან მხარეს ეხუტებოდა. და სულ ძალიან ნერვიულობდით მეც და ის მსახიობის, რომელსაც ეს ლაქა ჰქონდა. და ვაფრთხილებდით მესამე პირს, რომ გთხოვ, აქეთ ჩაეხუტე, მაგრამ ყოველთვის იმასაც თეთრი პერანგი ეცვა და ეს წითელი ლაქა გადასდიოდა ზედ და მოკლედ ამაზე ძალიან ბევრს დარდობდით ხოლმე, რომ ესეთი ჩეპე არ მომხდარიყო. და მომხდა ჩეპე თუ არა? ანუ მოშორდა არ მოშორდა დასჭირდა დამატება შუა სპექტაკლში. და შუა სპექტაკლში არა, მაგრამ მეორე მოქმედებაში ყოველთვის სჭირდებოდა ხოლმე დამატება, კი. მესმის. ეხლა იცი რა მოგვიყავი შენი სხვა ჰობი ესე გკითხავ, გარდა ამ პროფესიისა, რომელშიც ხარ, ალბათ ჰობი გექნება, ხო? რით ხარ დაკავებული თავისუფალ დროს, რას აკეთებ? სკროლობ თუ არა გრიმებს? აი, ხოლმე ინსპირაცია რა ხდება, რა უყურებ თუ არა რა უცხო საზღვარგარეთის თეატრების გრიმერების მუშაობას. გაგვიმხილა ეგეც. კი, სკროლობ ხოლმე გრიმებს და ყოველთვის შურს იმ ვიცი, მსახიობების დასის თეატრის, სადაც ისეთი გრიმი აქვთ. საშიში.
სარკეში რომ ჩაიხედავ და შეგეშინდება, ოღონდ მაყურებლისთვის აღიქმება ჩვეულებრივად. და ზოგჯერ ჭირს ხოლმე ამის გააზრება, იმიტომ რომ ყველა როცა სარკეში ახლოდან იყურება, ფიქრობს რომ უი ეს ბევრი მომივიდა, ხო პომადა ძალიან წითლად მისვია, თქვათ, მაგრამ როცა ამ ხელა სცენაზე უნდა დაგინახოს მაყურებელმა სულ ბოლო რიგიდან, შენი ყოველდღიური მეიქაპით გასვლა ცოტა რთული აღსაქმელი იქნება. ამიტომ როცა ვიდეოებს ნახულობ ხოლმე ახლოდან და ვხედავ რა საშინელებები უსვიათ იმისთვის მსახიობებს, რომ ნორმალურად აღსაქმელები იყვნენ. ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოვირჩევი. ყავს ესა მსახიობი, რომელსაც ესა აქვს ალერგია შენს ანუ გრიმზე საერთოდ პუდრაზე თუ რაც ქვია. იცი რა, ამბობენ ხოლმე წინასწარ რომ უი ალერგია აქვთ და ძალიან ეშინიათ ხოლმე გრიმზე დაждამა, მაგრამ მე ვცდილობ რომ გამოვკითხო რატო აქვს ალერგია. უფრო ისეთი მყავს რომელსაც გონიათ რომ ალერგია დაემართებათ, მაგრამ ჯერ ეგეთი შემთხვევა არ გქონია რომ ვინმესთვის ალერგია მიეცა ან რამე ისეთი სერიოზული არ მომხდარა ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, შენ ახლა მითხარ რომ ეს გრიმი მომწონს და იმიტომ გიკეთებ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მძიმეა, ხო? ესეთი ტერმინი აქვს თუ რთული? იცი როგორ მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი. მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი. აი, საუბრობდით ჩვენ კამერის მიღმა და შენ მიყვებოდი ამ გრიმებთან დაკავშირებით, როგორი გრიმები გიყვარს. ხო და ეხაც მოგვიყრავი ყველასთვის. როგორი გრიმები გიყვარს, მოგწონს, როგორი გრიმის გაკეთება უფრო მოგწონს, ვიდრე ყოველდღიური სახეზე. შენ წერან თქვი რომ ყოველდღიური მაკიაჟიც კი გრიმია, ხო? კი. სწავლის პერიოდში მივხვდი რომ რაღაც ჩვეულებრივად რუტინულად მიმდინარეობდა სწავლის პერიოდი, იქამდე სანამ არ დავიწყებდით შრამების სისხლის და ასე შემდეგ მეიქაპის კეთებას. ეხლა მითხარ რომ შრამები და სისხლები მომწონს. მომწონს კი. ყველაზე დიდი სიამოვნებას ვიღებ მაგ პროცესში. დამწრობა ერთ წუთში გვაქვს მაგალითად სახის დამწრობა და ძალიან მიყვარს ხოლმე მაგ დღეს მუშაობა განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვარ. რატომღაც უფრო მეტად სიამოვნებს, ცოტა ესე ცუდად ჟღერს მესმის, მაგრამ მე აი შედეგით კმაყოფილი რომ ხარ და რა უყურებ შენ ნამუშევარს და მოგწონს, ეგ მომენტი არის ძალიან სასიამოვნო ხოლმე ჩემთვის. იმ პერსონაჟი რომელსაც ახლა ხატავ რა შეგიძლია თქვა? რატო არის შენი? შენთვის საყვარელი გრიმი? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ესე ერთადერთი საყვარელი არ არის და არ მიყვარს ხოლმე რომ გამოვარჩიო, მაგრამ რაღაცნაირად ყველაზე მეტად ხასიათი და განწყობა ეტყობა ამას, პიეროს. და მისი თავგადასავალი შეგიძლიათ ჯერ კიდევ ჩვენთან რეპერტუარში მყოფ სპექტაკლში დონ ჟუანში მაყურებელმა თავად იხილოთ. მე არ დაგასპოილერებთ. და ძალიან კარგი, მაშინ გაკითხავ, რატო უნდა ნახოს მაყურებელმა დონ ჟუანი? საერთოდ რატო უნდა მოვიდეს სტუმრად რუსთავის თეატრში? რით გამოირჩევა ეს თეატრი? თეატრის მნიშვნელობაზე რო არაფერი ვთქვათ, თუ რატომ უნდა იაროს მაყურებელმა თეატრში? ჩემი აზრით ჩვენი მსახიობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სპექტაკლი გამოვიდეს ხოლმე ძალიან საინტერესო და ალბათ დონ ჟუანი ყველამ ვიცით ნაწარმოები და რამდენი ინტერპრეტაცია აქვს ისიც ვიცით მას და სიმართლე რომ გითხრათ და შეიძლება სუბიექტური ვარ, არ ვიცი ეგ თქვენ შეაფასეთ, ასეთი დონ ჟუანი ყოველ შემთხვევაში ნანახი არ იქნებათ. ამიტომ ღირს ცდად არა მარტო დონ ჟუანის ნებისმიერი სპექტაკლის რუსთავის თეატრში. ხო და გელოდებით. რამდენი ხანი არის ამ თეატრში ხარ? როგორც გრიმიორი ხო? ხო. დაახლოებით 2022 წლიდან. მე მგონი. იცი
რა არის, მაინტერესებს ყოველთვის ახლა მიუხედავად იმისა, რომ შენ შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი ხარ, სულ მაინტერესებს, მსახიობთანაც მაინტერესებს, ყველა იმ ადამიანთან, ვინც თეატრში მუშაობს. ვიცით ჩვენ მაყურებელს, რომ თეატრი ბევრ რამეს აძლევს, მაგრამ აი შენ პირადად თეატრმცოდნე ნუცას, რომელიც დღეს გრიმიორია, რა მოგცა თეატრმა, რა გასწავლა აქ მუშაობის პერიოდმა, რა არის შენთვის ახალი, რაც არ იცოდი და აქ ისწავლა. იცით რა არის მე უკვე მეშინია, იცი? ეს ჩემს სახეს ხოლმე ვეღარ ვუსწორებ თვალს. მართლა? ხო. ხო და აი მაყურებელი რომ დაგინახავს აი ამ სახით, საშიში არ იქნები, იცი? მისთვის. ხო. ეს სარკესთან ახლოს შეიძლება იყოს შენი თავისთვის საშიში, თორემ მაყურებელთან ეგრე არ მიდის და არ აღიქმება, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი წეღან. ხშირად შეიძლება ვიღაცას პრეტენზია ჰქონდეს, რომ იცოდათ გამოვიყურები, მაგრამ სულაც არა. საერთოდაც არა. ახლა ჩემს კითხვას რომ დავუბრუნდეთ? შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, თეატრი არის ჩემთვის ადგილი, სადაც როცა მოვდივარ, დანარჩენი ყველაფერი მავიწყდება. და მთლიანად ვერთვები იმ სპექტაკლის და მსახიობების, პერსონაჟების თუნდაც განწყობაზე, რომელიც იმ დღეს არის. ჯერ მარტო ეს არის ერთი დიდი სიამოვნება, როცა სამსახურში არ მიდიხარ ვალდებულების გამო. და იცი რომ როგორც კი კარს შეაღებ, საგრიმიოროს კარზე მაქვს საუბარი და მსახიობს დაინახავ, რომელიც თავის პერსონაჟის შესაქმნელად შემოდის შენთან და მთელ თავის სახეს განდობს, ყველაფერი დაგავიწყდება. პრობლემა არ ვიცი, რაც არ უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს ვისწავლე, სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რომ ვთიშავ სამყაროს და მთლიანად ვერთვები სამუშაო პროცესში, ჯადოსნურ პროცესში. საგრიმიოროდან გასვლა და სცენაზე შეხედვა არის ხოლმე ერთი დიდი სიამოვნება, მეორასად რომ უყურებ სპექტაკლს და მაინც რომ მოგწონს. ხო, ისიც მინდა და მეკითხა რა ხა ახსენე მეორასად შეიძლება ძალიან ბევრი. რუტინად არ იქცევა ეს? ერთხელ კი გააკეთე პრემიერისთვის ძალიან კარგია, მაგრამ რუტინად არ გიქცევა მე კვირაში ერთხელ მიგი ერთი და იგივე გრიმების კეთება? აი მაგნიტს როგორ არ გბეზრდება, რამდენად არის პროცესი საინტერესო. აი თან ახსენე იქ მოვალეობის მოხდის მიზნით არ მიდიხარ, გაინტერესებს, გიყვარს, მოგწონს და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეგ კითხვა. მესმის, არის რომ არ მოგატყუებულს ფერმკნი, არის სპექტაკლები, რომელიც კი რუტინად იქცა სამუშაო პროცესი და ხლის ალბათ. ზოგჯერ დამღლელია ხოლმე, წინასწარ ფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი მაქვს, ამდენი საქმე მაქვს, ამდენი გრიმი მაქვს, მაგრამ არის სპექტაკლები, ზოგიერთი ძალიან ძველი, მაგალითად დონჯვანი საკმაოდ ძველი სპექტაკლია, რომელიც არის სპექტაკლები, რომელიც რუტინად არასდროს იქცევა და სადაც ამდენი წელი არ მომბეზდა, ვფიქრობ, რომ არც არასდროს მომბეზდება და ყოველთვის სიამოვნებით ვიმუშავებ მასზე. რომელი არის შენი საყვარელი სპექტაკლი? რუსთავის თეატრის რეპერტუარში. როგორ არ მიყვარს ესეთი კითხვები? ძალიან არ მიყვარს ერთის გამორჩევა მართლა, იმიტომ რომ ეხლა რომელიც პირველი მომაფიქრდა ის რომ დავასახელო, აქედან რომ გავალ კიდე ეგეთი შეიძლება ბევრი ამა მივარდეს და მე ძალიან ვინანებ რომ ნეტა ეს მეთქვა, ამიტომ ერთი აი მართლა არ ვიცი როგორ უნდა გითხრა. ძალიან რთული კითხვა. ანუ ერთ გრიმს არჩევ, ერთ სპექტაკლს ხო ვერ გამოარჩევ, ხო სწორად რომ ვერ გამოარჩევ, მართლა ვერ გამოარჩევ. ჩემს გრიმს აი მე დეტალები დარჩა. დარჩა კი თვალის ქვემოთ. თვალის ქვემოთ, ანუ კიდე ისინი მაქვს, ხო, მე ძალიან ისეთი ინტერესით ველოდები ამ პროცესის დასრულებას. თან მეწერებ თქვი, რომ ძალიან აქტიური ვარ და როგორ ჩერდები მეთქი, მეც მიკვირს თქო. როგორი შეგრძნება? ხო, აი მომწონს ახლა ეს რომ მკითხე, იმიტომ რომ ინტერვიუ არ არის მხოლოდ მე რომ დავსვა კითხვა. იცი რა არის? ფიქრობ რომ რაღაცა მსახიობის ნიჭი არის ჩემს სადღაც ქვეცნობიერს ჩავდებ მე თან ამბიციური ბიჭი ვარ და რაღაცა მახასიათებს ესეთი გამოვარდნები ხოლმე და ამოვარდნები და იცი არის პროცესი საინტერესოა, მაგრამ საინტერესო პროცესზე მეტად მოლოდინი შედეგთან მისასვლელ გზის გავლასთან ერთად არის შედეგი რა იქნება რა, რამდენად საინტერესო გამოვა და ერთ სულ მაქვს მოუთმელად ველოდები ამ ამბავს. და კიდევ კითხავ, როგორ ვიგრა?
ამ გრიმს რო მეხუთედ იკეთებდე, როგორ განწყობაზე იქნებოდი? ბოროტი პასუხი რო გაგცა გინდა? კი, მე გულწრფელი პასუხი მინდა. აი მეხუთედ რო გამიკეთებ. მე რეკეთე, აი ხუთჯერ. გამიკეთებდე ამ გრიმს? კი, როგორ არა. მაინტერესებს როგორი განწყობა გიქნება. ხარავი ალბათ დამღლელი, როგორ მესმის მსახიობების, რომლებიც ეს ხედან აი ეს მინდოდა რა გეთქვა. საათობით და უძლებენ რა ქვია ამ პროცესს მართლად ის არის. მაღლარი. ადვილი აი. რთული. სირთული. ადვილი არის. მოდი კითხვას დაგისვამ. მაყურებელი ამ ბოლო პერიოდში კრიტიკული გახდა თეატრის მიმართ. კრიტიკულში გულისხმობ იმას, რომ აღარ წყალობენ თეატრს. თუ რაღაც პერიოდის წინ ბილეთებს ვერ იშოვნიდი, რომელიღაც სპექტაკლზე დღეს ბილეთები იშოვებ. შენი აზრით, მაინტერესებს რა თქმა უნდა გრიმიერის შემოქმედებითი ჯგუფის წევრის პასუხი დამდროულად მაინტერესებს როგორც თეატრმცოდნეს პასუხი. რამ განაპირობა მაყურებლის ესე გაუცხოება თეატრის მიმართ და მე გადავწევ თავს და კვირტები არ გავექანები. უნდა გაახილოთ. უნდა რთულია. გამოვტოვოთ მაშინ ეს ნაწილი, იმიტომ რომ აი ნერვებს გიშლიან, მსახიობებიო წაღარ რომ ეკითხებოდით, ძირითადად ამ პროცესში მიშლიან ნერვებს. ხმას აღარ ვიღებ მაყურებლის წინაშე ვდებდი. ხმას არ იღებ, მაგრამ ვერ აღარ ამოვიდა, რა ვნახოთ. აი ესე. იცი რა არის პასუხი მე მგონი ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან მოუცლელი ცხოვრება აქვთ ეს ერთი და შეიძლება არც არიათ თეატრისთვის და ამას უყურებენ უფრო გასართობ სივრცეს ვიდრე შემეცნებიც, იმიტომ რომ შემეცნებითი საკითხების ამოუწურავი პასუხების თუ არ ვიცი თუნდაც სპექტაკლის ჩანაწერების რაც აინტერესებთ ნახვა შეუძლიათ ინტერნეტ სივრცეში და უბრალოდ დრო არ აქვთ იმისთვის რომ მოვიდნენ და 2 საათი ისხდნენ სპექტაკლზე. ალბათ პასუხი უფრო ეს არის, რომ ყველაფერი უფრო მეტად აჩქარებულია, განვითარებულია და მიზეს ვერ ხედავენ რაღაცა უნდა იარონ თეატრში. თეატრის რა დასრულდა? იმედი მაქვს რომ არა, მაგრამ შიშობ რომ ემუქრება დასასრული. ხო, მაგრამ ესე გვეგონათ ცისფერი ყუთი რო გამოიგონეს, ეგრე ეგონათ ტელევიზორს გულისხმობ, ეგრე ეგონათ ეს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ამ ტრადიციულ თეატრს მიუხედავთ იმისა, რომ საფრთხე ძალიან ბევრჯერ დაემუქრა, მაინც ვერაფერი ვერ ანაცვლებს. რა განაპირობებს ხოლმე ამას? მე მგონია რომ იმ ადამიანების კატეგორია, რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ აი ამ შეგრძნებასთან. ხაი თეატრი არის მოთხოვნილება, მოდი ვთქვათ ესე თამამად რა ეს არის მოთხოვნილება, რა გიჩდება. ყოველთვის მასიური ვერ იქნება ეს მოთხოვნილება. ისეთი რომ ყველა ბილეთი გაიყიდოს და ხალხმა გამუდმებით იაროს. ალბათ აქვს ხოლმე რაღაცა ჩავარდნილი. თეატრმა სიახლეებიც უნდა შესთავაზოს. აუცილებლად თუ თეატრმა ფეხი არ აუწყო განვითარებას და თუ არ განვითარდა ყველანაირად ოღონდ თეატრი დასრულდება, თეატრის ეპოქა აუცილებლად. ძალიან კარგი რამ თქვი, როგორ წარმოგიდგენია ქართული თანამედროვე თეატრი? ძალიან რთულია წარმოდგენა. მართლა? კი, სხვათა შორის ძალიან რთულია. რატო ფიქრობ ასე? არ ვიცი, მე მგონია რომ გაუჭირდება. ატმოს ესე მგონია. იმიტომ რომ მაინც ტრადიციული თეატრის მომხრე ალბათ ბევრი იქნება და მე მგონია რომ ახალი თაობები ამასაც შეეგუებიან და რაღაცას მოიფიქრებენ. და კანი ეს ფიქრის პროცესი ისედაც უკვე თვალსაჩინოა რა, ძალიან ბევრი ცდელობა, ინტერპრეტაციები, ხო. კი, ამას გულისხმობდი სწორედ.
მაგრამ პროფესიულ თეატრებზე არ ვიცი რა უნდა გითხრა. აქ უფრო ვერ წარმომიდგენია ალბათ. ხო, ალბათ რთულიც არის მაყურებელი სხვა რამეს არის მიჩვეული. ამას ვამბობ, კი. და ჩემი პიერო, ხო? აბა რა სიტყვი შენ გრიმზე? ჩაიხედა საკითხი. კი, ყურები აქვს. საბოლოოდ. კი, უყურებდი, მაგრამ ნუ ეხლა რა არის რომ დააკვირდები, ეგ უკვე სხვა თემაა, ხო? თავს გავაყო. რომ არ დააკვირდა ესე ერთი შეხედვით, რას ფიქრობ? იცი რა, ძალიან ლამაზია, მაგრამ ფიქრობ რომ საშიში ვარ, ესე მიფიქრებ. შენ როგორ ფიქრობ? უფრო მეტად გეშინია ვიდრე მოგწონს? იცი რა არის საკუთარ თავი მე ძალიან მიყვარს. ასეთი გიყვარს თუ გეყვარება თუ ხო, საშიში ხო არ? არა, ხო? თავს მიქნევენ რომ არა. მე შევბრუნდები მეც მაყურებელს. მაყურებელი რა სიტყვის. თავი კარგად ვჩანდე კამერაში და მაყურებელი რა სიტყვის ხო. რა მოდი მაშინ ესე გავუკეთოთ, დაველოდოთ მაყურებლის რეაქციას. მოიწონებათ თუ არ მოიწონებათ. შენი ფერუმარილის წამსველი ვეძებდი ქართულ შესაწყვის გრიმიორის. არის ქართული შესაწყისი? ვიცი რა, არ მიფიქრია, მგონი გრიმიორი. გრიმიორის დამკვიდრდა და მაგრამ მომწონს ფერუმარილის წამსველი გოგო. ხო, მე ძალიან მომწონს ფერუმარილის წამსველი. შენი ინტერპრეტაცია. ხო, ეხლა მოვიფიქრე წერა. იცი რა არის? ეს თეატრი სხვათა შორის ინტერპრეტაციების საერთოდ თეატრი და ხელოვნება იძლევა თავისუფლების შესაძლებლობას და რაღაც აქ რომ მონოლოგებს წერ ხოლმე სტუმართან სანამ დავიწყებ ინტერვიუს, ხან ის იდეა მოვა, ხან ის იდეა მოვა და თან კარგია გარემო, სადაც თავისუფლებას არ ზღუდავენ და მქონი ეს ის ადგილია, სადაც ადგილია ნამდვილად, სადაც თავისუფლებას არ ზღუდავენ და საინტერესოა ხოლმე მიკურს, იმიტომ რომ სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები ცდილობენ ხოლმე რაღაც ჩარჩოებში მოაქციონ თანამშრომლები და აქ ეს სიტუაცია არის ხო კი რა თქმა უნდა აქ ეგეთი სიტუაცია არის და ეს ყველაზე მეტად მომწონს იმიტომ რომ თავისუფლება სულ თქვა თანამედროვეობა ის თანამედროვეობაც ახლა ნახე მე საგასტროლზე ყაფლანიშვილი თქვენ თეატრის და ეს რაღაცა ერთგვარი ტრადიციული ენით მოყოლილი პიესა ამბავი მოდი ესე ვთქვათ სრულიად თანამედროვედ დაგვანახა რეჟისორმა და სხვათაშორის გრიმები ძალიან საინტერესო იყო ამ სპექტაკლზე რაღაცა რომ ვფიქრობდი რომ თუ დავწერ ანუ სახე სკნის მსახიობთან ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ თვითონ სპექტაკლი მოგეხსენებათ 3 საათი მიმდინარეობს, ორი მოქმედებაა და 3 საათი მანამდეც და 3 საათის განმავლობაში მუდმივად არის საქმე, გრიმი და ასე შემდეგ საკითხი. ბატონო, მოსმის ხარ, იმიტომ რომ იქ მსახიობები იცვლებიან, იქ იცემებიან და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ნუ სამ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი შედგა. ჩემი გრიმის შეფასება კიდე მაყურებელს მივანდათ, მოდი. და ვნახოთ ახლა როგორი გამოხმაურება და კომენტარები ექნება შენთან საუბარს, შენს პროფესიას. და საინტერესოა დაინტერესდებიან თუ არა სხვები თეატრის გრიმიორობით. მადლობა რომ მანდე შენი სახე. სახე მე მომართლა ძალიან მომწონს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.